მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო ნოდარ ჯინიყაშვილი. შეგებოთ. აი ეს მოგესალმებით, გამარჯობათ. როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ბრძანდებით? განწყობა თქვენ კარგი გაქვთ, ჩვენც კარგად აღართ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოკლედ პირველი მონაწილე ძალიან საინტერესო გყავდა. რაღაცა ფინალურ ეტაპში დამარცხდა და მე თქვენ წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. 4 ადამიანი კითხულობთ. მოისყიდეთ წამყვან ვიცი რა უწელია. რაო? ღვინო. ღვინო არის ნეტარება. ჩემო კარგო. რა უცხოენები იციო? როგორ არ მიყვარს? როგორ არ ყველა მიცის ეგამბავი. ხო. რა უცხოენები იციო და ყველა ენა ვიცი გაქცეულს ვერ მოვაბრუნებ. რაღაცე მოვაბრუნო თუ გაიქცა უკვე. თუ მირბის კაცი, ნუ შეუძლია. მე ამას ვკითხულობ, ვერანაირად წაიკითხო. უფრო ალბათ ეს იგულისხმება. ყობას იმედი მაქვს თუ არა, მახოს იმედი მაქვს, ეგრეთ თუ არა ვალის იმედი მაქვს, და ეგეც თუ არაო დიასას. ანდა რამე იქნება. ანდა რამე იქნებაო, ანდა ზურასი და ეგ არის. მიგნებული. პანჩაბლო ჟიური. დიახ. მზად ხართ რომ მზად ვარ. დავიწყოთ? მზად ბრძანდებით? კი ბატონო, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ბატონ ნოდარ. წარმატებებს გისურვებ. შესავალი ხوارგნებად. არა. ძალიან კარგი. თამაშობს ნოდარ ჯინიყაშვილი 50 ლარზე 1 2 და მოემზადო ჟიური 1 2 და 3. ფილმი ისეთი მოსაწყენი იყო, წინა რიგებშიც კოცნაობდნენ. გოგომ თუ პაიმანზე ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა, ესე იგი თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ ავიაკომპანიით დაფრინავს. კლეპტომანებისთვის საუკეთესო მკურნალობა კლაუსტროფობია. თუ ავტობუსში მამაკაცმა ადგილი დაგითმოთ, ესე იგი ან მოხუცდით, ან თქვენი მკერდი ზემოდან უფრო კარგი საყურებელია. ჰოლანდია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბებიები მეძავებს და ნარკომან მეზობლებს არ ლანძღავენ. თუმცა შენთან მოდის და შენ მუჰამედი არ ხარ, ესე იგი მეწყერია და დროზე გაიქეცი. კარგია, წასვლას ისინი ყობათ და თქვენ მოიგეთ 50 ლარი. როგორი უცნაური ჩახველებაა ხანდახან სიცილის გავს. შეგეთხო. კი ბატონო, 50 ლარი მოიგეთ. მოემზადეთ. თამაში არის 100 ლარზე. 1 2 და 3. წარწერა ბერლინის კედელზე. აქ იყო სოსო. მაქცია და ვამპირი რომ შევაჯვაროთ, მივიღებთ სიდედრების 80%-ს. ქარიან ამინჩი გამხდარმა ბიჭმა ვერ აუხსნა დედას ზუსტად სად იმყოფებოდა. სპაიდერმენი ჯარში რომ არ წაიყვანათ, ვენები გაიჭრა და ეხლა ფეხით დადის. მარტვილის მერანის და ვანის სულორის მატჩზე გაგიკვირდებათ და კალათბურთის ბურთი გასკდა. სიძეს ქორწილში 4 ზომით პატარა ფეხსაცმელი ეცვა და ქართულის მაგივრად ძალაუნებურად ოსური იცეკვა. მე ქიმიის მასწავლებლის შვილი ვარ. დიდი გადამრიე არ ვარ, მარაც დადგირდა. ბავშვმა რომელმაც 5000 ლარი კარგი იყო. გაეღიმათ და ჩვენ მოიგეთ 100 ლარი. გილოცავთ? კარგი ხუმრობებია, კი ბატონო. ამიტომ ახლა უნდა გკითხოთ მე. 37 წამი იყო თუ 37 აღარ მახსოვს. 100 ლარი მოიგეთ. მაინც გკითხავთ, აგძელებთ ხო? ვაგზავნე. აგძელებთ. კი ბატონო. ხო გაქვთ ხუმრობები? კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. თამაში გახლავთ 200 ლარზე 1 2 და 3. ბავშვმა რომელმაც 5000 ლარიანი ჩეკი დაკარგა, ჯერ დედა დაკარგა, მერე მამა დაკარგა და მერე მთელი ოჯახი. ზურა ნიჟარაძე სეიფის კოდი დაავიწყდა და გააცინე და მოიგეს მონაწილეები 3 დღე ურტყავდნენ. თუ ოდესმე მოსაწევზე ზღაპარი დაიწერება, კარგი იყო! დაეცინა დიასას, ძალიან კარგი. 3 დღე ურტყავდნენ. 3 დღე რატო 5 არა? უარესი ეკუთვნის ზურა აი ნიჟარაძე. შეხა ერთი რო წაიბორძიკო უკვე დიასაიცი. შენ უნდა თქვა მეტის ღირსი ვარ. მეტის ღირსი ვარ, ამის ღირსი ვარ მე. დაგჭირდებით მე თქვენ. არ გამოვიდა ამ სეიფიდან. ძალიან ახალის და დიასა 200 ლარი მოიგეთ. 3 დღე ჰაერში ყავდა. აგდებული. თამაში უნდა იყოს წესით 400 ლარზე. გადაწყვეტილება თქვენი? ვაგზავნე. აგრძელე. კი ბატონო. მოემზადოს ჟიური. თამაში გახლავთ 400 ლარი. ჩარგონულად. თამაშობს ნოდარ ჯინიყაშვილი 1 2 და მოემზადეთ 3. ყოველთვის ჯობია რეპუტაცია კონდეს საეჭო ვიდრე ორიენტაცია. თანამედროვე იმერელი ჩიზქეის მჭადის ფქვილისგან აკეთებს.
დათვი უწყინარია თუ მას კატლეტის ფორმა აქვს. ბათუმელ გემის კაპიტანს შეუძლია მორზე სამბანით სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს დაუკრას. პიზის გადახრილი კოშკის რეაბილიტაციის ტენდერი ვიაგრას წარმომადგენლებმა მოიგეს. პაპა კარლომ ბურატინოს ხის გოგო გამოუთვალა და ახლა ზამთრისთვის შეშა ყოველთვის აქვს. ჭკვიანმა თამსვლელებმა ამას ვერ გავატარებ. რომელმა? ვერ გავატარებ. კობა რაღაცა ეს. ესეთი სახეა, ჯეგონია რაღაცა ვერ გავატარებ. რაღაცა 3 დღე ჰაეში რო ხალხა გაგდებული იმის მერე ესე დადის. აი, რომელზე გაგეცინა? რომელზე გაგეცინა? ზაზე გამეცინა და ის რო თქვა რომ ვიაგრას ისო გამახსენდა მასინად მალხაზი რო შევიდა აფთიაქში. აი ესე. ლადაგლია. აი ეს. ხაზი რო შევიდა აფთიაქში. კაი, გემალხა. კითხოთ მონაწილეს აგრძელებს, არ აგრძელებს. ნუ ახლა ესო არა, ცხადზე გაუმეტყველებას და არაგრძელებს. ცხადია მან იცის ხვების გამოს. არ აგრძელებს. არა, კაი. აი, ამის მერე რა უნდა გააგრძელოს? ძალიან კარგი. ვიაგრის მერე რა უნდა გააგრძელოს. გააგრძელებ თქვა ვერ გეტყვით. მე პირდაპირ შემიძლია 400 ლარი მოგცეთ. ოღონდ აპლოდისმენტების ხარჯზე. რადგან მან 400 ლარი არ გააგრძელა. არ გარისკა, ხო შეთავაზოთ ორი ზარდახშა, ოღონდ ორივეც არია. რა ჭკვიანი. თუ გამოიცნობს რომელი უფრო წარიელი. რა წესებს იგო? კი. არა, საინტერესოა უბრალოდ. 2, 3 და 4. აი ბატონო და. იმისი არ იყოს მერცედესი ვიყიდე. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, ჩემო კარგო. დაიხარეთ. და შემოგვიარეთ. მოიტანეთ ესეთი კარგი ხუმრობები. ჟიურიც გაგიცინებთ, მაყურებელიც კმაყოფილი იქნება და მეც ფული ხო არ მენანებ. ფული ბევრი გვაქვს, ჯალვა. ძალიან კარგი. დაგემშვიდობები. გელოდებით. წარმატებები გისურვებთ. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა გააცინე და მოიგეს, მოვიგე 400 ლარი და ყველას წარმატებებს გისურვებთ სხვა მონაწილეებსაც.